ერთი შეხედვით Su-35 ნატოს კლასიფიკაციით ფლანკერი ვიზუალურად მნიშვნელოვნად წააგავს საბაზო ვერსიას Su-27-ს, თუმცა ზედაპირის ქვეშ ეს სრულიად ახალი დიზაინია, რომელიც მოიცავს გადამუშავებულ კონსტრუქციას, საბრძოლო ავიონიკის კომპლექსს, ზოგად სისტემებსა და გაუმჯობესებულ ძრავებს. ფლანკერის საბოლოო მოდიფიკაცია 2000-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, როგორც მნიშვნელოვნად დახვეწილი დიზაინი მრავალი გაუმჯობესებებით, რაც მისი საბრძოლო ეფექტიანობისა და საერთო შესაძლებლობების გასაზრდელად იყო გათვლილი. წარმოებელმა Sukhoi-მ ის დაარეკლამა როგორც მე-4++ თაობის ტიპის გამანადგურებელი და თავდაპირველად Su-35BM სახელწოდებით მხოლოდ ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა 2009 წელს ფლანკერი საბოლოოდ შეუკვეთეს რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალებისთვის, რომლის ამოცანა იყო შეევსო მზარდი ხარვეზი, სანამ სერიულად დაიწყებოდა მე-5 თაობის სტელს გამანადგურებლის Su-57-ის მასობრივი წარმოება. Su-57-ის განვითარებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის დაყოვნებამ გამოიწვია ის, რომ 2025 წლის დასაწყისისთვის ფლანკერი კვლავ რჩებოდა რუსეთის გამანადგურებელი ავიაციის მთავარ საბრძოლო ფლაგმანად. ფრონტის ხაზზე მომსახური არანაკლებ 130 ერთეულით, რომელთა უმეტესობა ჩართულია უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. Su-35-ის სარიელი მასა 16500 კილოგრამია, რაც უფრო მსუბუქია Su-27-თან შედარებით. ძირითადად კონსტრუქციისა და ავიონიკის გამარტივების გამო, ხოლო მაქსიმალური ასაფრენი მასა გაცილებით მეტია, 38800 კილოგრამი, მაშინ როცა გვიანი სერიის Su-27-ებისთვის მაჩვენებელი გახლდათ 33000 კილოგრამი. გაძლიერებული კონსტრუქციის რესურსი შეადგენს 6000 ფრენის საათს, ან 30 წელს, ხოლო ძირითადი რემონტამდე გამოთვლილი ექსპლუატაციის ინტერვალია 1500 საათი, ან 10 წელი. Su-35-ის კონსტრუქცია მნიშვნელოვნად გაძლიერებულია და შეიცავს გაუმჯობესებულ აეროდინამიკას, რაც მოწინავე fly-by-wire სისტემასთან კომბინაციაში უზრუნველყოფს შთამბეჭდავ დაბალ სიჩქარეებზე მანევრირების უნარს. წონის შესამცირებლად 1970-იანი წლების საბაზო ფლანკერთან შედარებით განხორციელდა მთელი რიგი ინოვაციები. ფართოდ გამოიყენება კომპოზიტური მასალები, გაუქმდა ზურგის საჰაერო მუხრუჭი. საჰაერო დამუხრუჭების ფუნქციას ახლა ასრულებს მოდიფიცირებული სტაბილიზატორების დიფერენციალური გადახრა. დამონტაჟდა გაძლიერებული შასი, ორმაგ-ბორბლიანი ცხვირის საყრდენით. ფრთებიც სრულიად ახალი დიზაინისაა, რომლებიც როგორც ირწმუნებიან, აეროდინამიკურად ბევრად უკეთესია სტანდარტული Su-27-ის ფრთებთან შედარებით. ფლანკერის რადარით ამოცნობის ეფექტური ზედაპირი შემცირებულია, დაახლოებით 5-დან 6 ჯერ Su-27-თან შედარებით, რაც მიღწეულია კაბინისა და კორპუსის სპეციალური სტელს გადაფარვების, ასევე ზედმეტად ამობურცული ადგილების მოშორების გზით. Sukhoi-ის კონსტრუქტორები აცხადებენ, რომ RCS-ის შემცირება ოპტიმიზირებულია X დიაპაზონში და მხოლოდ წინა პროექციაში, რაც მოიცავს დაახლოებით 60 გრადუსიან სეგმენტს. ფრენის კონტროლის ახალი სისტემა KSU-35-ის წყალობით მნიშვნელოვნად გაზრდილია დაბალ სიჩქარეებზე მანევრირებისა და მართვადობის უნარი, რაც ავლენს მედეგობას პილოტის უხეში მართვის შეცდომის მიმართ. Sukhoi-ის წამყვანი სატესტო პილოტი სერგეი ბოგდანი აცხადებს, რომ ძრავების ნორმალური მუშაობის პირობებში KSU-35-ის ჭკვიანი ფრენის ფუნქცია იმდენად ეფექტურია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია თვითმფრინავის ჩაგდება შტოპორში, ან უნებლიე სპინში შესვლა. მისი თქმით, ცვლადი წევის ვექტორის კონტროლის ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, რადგან თვითმფრინავი აღარ არის მიდრეკილი ჩაგდებისკენ და კონტროლირებადია ნებისმიერ სიჩქარეზე. ფლანკერი ფლობს ეგრეთ წოდებულ სუპერ მანევრირების უნარს, რაც მიღწეულია მოწინავე ფრენის კონტროლის სისტემისა და უფრო ძლიერი ცვლადი წევის ვექტორის ძრავების კომბინაციით. მისი ფრენის სიშორი ასევე მნიშვნელოვნად გაზრდილია საწვავის მოცულობის დიდი ზრდის ხარჯზე, მაქსიმუმ 11300 ლიტრი, რაც დაახლოებით 20%-ით მეტია სტანდარტულ Su-27-თან შედარებით. ეს საწვავის მარაგი უზრუნველყოფს 3400 კილომეტრი ფრენის დისტანციას და 1600 კილომეტრ საბრძოლო რადიუსს. დამატებით შესაძლებელია 2000 ლიტრიანი დამატებითი საწვავის ავზის გამოყენება, რაც კიდევ უფრო ზრდის სიშორესა და საბრძოლო რადიუსს. ფრენის დროს საწვავით შევსების მოწყობილობას აქვს 1100 ლიტრი წუთში მიღების სიმძლავრე. Su-35-ის ძირითადი საბრძოლო მართვის სენსორია ტიხომიროვის N135 IRBIS-ის ტიპის პასიური ელექტრონული სკანირების ანტენის მქონე რადარი, რომელიც არის N011M ბარსის რადარის შემდგომი მოდიფიკაცია.
დაახლოებით 480 კილოგრამი მასის ეს რადარი გამოირჩევა მნიშვნელოვნად გაზრდილი დამუშავების სიმძლავრით, ბევრად უკეთესი მანძილით და სხივის გადამისამართების დიაპაზონით. ეს მიღწეულია 900 მმ დიამეტრის რადარის ანტენის მექანიკური გადახრის გაზრდით, რომელიც მოიცავს 1772 გადამცემ მიმღებ მოდულს და იკვებება ერთი ცენტრალური გადამცემით. ჰაერის რეჟიმში N135 ახორციელებს ძიებას პლუს-მინუს 120 გრადუსის დიაპაზონში და შეუძლია ერთდროულად გამოავლინოს 30 სამიზნე, რომელთაგანაც 8 შეიძლება იქნას მიზანზე აყვანილი აქტიური რადარით დამიზნებადი რაკეტებით. ნახევრად აქტიური რადარით დამიზნებადი ტიპის რაკეტების შემთხვევაში შესაძლებელია 2 სამიზნის ერთდროული შეტევა. მებრძოლი კლასის სამიზნეებზე წინა პროექციაში ვიწრო სექტორზე ძიებისას აღმოჩენის მანძილი აღემატება 400 კილომეტრს, ხოლო უკანა პროექციაში მცირდება 150 კილომეტრამდე. ირბისის ჰაერი მიწა ტიპის რაკეტების ჩეტევის რეჟიმი საშუალებას იძლევა ერთდროულად განადგურებულ იქნას 4 მიზანი, დაბალი, საშუალო და მაღალი გარჩევადობის შესაძლებლობებით. ტანკების ჯგუფის აღმოჩენა შესაძლებელია 60-70 კილომეტრის მანძილზე, მაშინ როცა საზღვაო რეჟიმში ძალიან დიდი გემების აღმოჩენა შეიძლება 400 კილომეტრზე, ხოლო მცირე ნავების 100-120 კილომეტრ მანძილზე. OLS-35 ოპტოელექტრონული სისტემა აერთიანებს ინფრაწითელ საძიებო და მეთვალყურეობის სენსორს, ტელევიზორის კამერას და ლაზერულ მოწყობილობებს, რომლებიც ითვლება შეიარაღების კონტროლის მეორად სენსორულ კომპლექსად. სისტემა შეუძლია დაკვირვება მარცხნივ და მარჯვნივ 90 გრადუსით, ქვევით 15 გრადუსით და ზემოთ 60 გრადუსით. ერთდროულად 4 საჰაერო მიზნის თვალყურის დევნების შესაძლებლობით. დიდი ზომის გამონადგურებლების აღმოჩენის დიაპაზონი განცხადებულია როგორც 90 კილომეტრი ყუდიდან დაკვირვებისას და 35 კილომეტრი წინა პროექციიდან დაკვირვებისას, დიდ სიმაღლეზე ფრენის პირობებში. OLS-35 ასევე აღჭურვილია ლაზერული მანძილმზომით, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერში მდებარე სამიზნეების აღმოჩენას 20 კილომეტრამდე და სახმელეთო სამიზნეებზე 30 კილომეტრ დისტანციაზე. რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების Su-35-ები აღჭურვილია L-17M10-35 ინტეგრირებული თავდაცვითი კომპლექსით, რომელიც მოიცავს სტანდარტულ L-150-35 პასტელის გამაფრთხილებელ სისტემას. მას ავსებს AUT-3003 ტიპის სამიზნე სისტემაც, რომელიც სასარგებლოა XA-58 და XA-31 ანტირადარული რაკეტების დამიზნებისთვის. აგრეთვე ინტეგრირებულია ჩახშობის სისტემები და UV-50 ტიპის 14 გასროლიანი თბური მახეების გამშვები მოწყობილობები. ახალი ფლანკერის მოდიფიკაცია პირველი რუსული ტექნიკური საბრძოლო თვითმფრინავია, რომელიც იყენებს ახალი თაობის ულტრაიისფერი ტალღის სიგრძის რაკეტის მოახლოების გამაფრთხილებლებს და ლაზერულ გამაფრთხილებლებს, რომელსაც შეუძლია ჰაერის ტიპის მოახლოებული რაკეტის დაფიქსირება 30 კილომეტრი და ჰაერის ზედაპირის რაკეტების 50 კილომეტრ მანძილზე. L-265 ხიბინი M ჩახშობის სისტემა ქმნის სხვადასხვა ტიპის ჩახშობის სიგნალებს H და J სიხშირის დიაპაზონებში 6-დან 20000 GHz-მდე, ასევე ფარავს E და G დიაპაზონებს 2-დან 6 GHz-მდე ჯგუფური დაცვის ამოცანებისთვის. კაბინა აღჭურვილია IX-1M ფართოკუთხოვანი მონოქრომატული head-up display-ით, ინტეგრირებული მართვისა და ჩვენების ბლოკით, ხოლო ინსტრუმენტთა პანელზე დომინირებს 2 MFI 35 LCD ჭკვიანი ეკრანი, რომელსაც ემატება 3 მცირე ზომის ეკრანი. ნავიგაციის სისტემა სრულიად ახალი კონსტრუქციისა და იყენებს BINS SP2 ჰიბრიდულ პოზიციონირების ბლოკს, რომელიც აერთიანებს ლაზერულ გიროსკოპებს, კვარცის აქსელერომეტრებს და GPS გლონას კორექციას. Su-35 აღჭურვილია Poliot S-107 საკომუნიკაციო კომპლექსით, რომელიც მოიცავს 2 UHF VHF რადიოს, 1 HF რადიოს და Link 16 ტიპის ტაქტიკურ მონაცემთა გადაცემის სისტემას, რაც საშუალებას აძლევს გამონადგურებელს ინტეგრირდეს საჰაერო კოსმოსური ძალების ავტომატიზებულ საბრძოლო მართვის სისტემასთან. Saturn AL-41 F1S არის ტურბოვენტილატორიანი ძრავა afterburner-ით, რომლის წევის ძალა სრული წვის რეჟიმში შეადგენს 142.2 კილონიუტონს, ხოლო სამხედრო რეჟიმში 88.3 კილონიუტონს. მისი სამუშაო ვადა განსაზღვრულია 4000 საათით, ხოლო კაპიტალური რემონტის ვადა 1500 საათით. ძრავა მოიცავს რამდენიმე მეხუთე თაობის ტექნოლოგიას, როგორიცაა ახალი დიზაინის ვენტილატორი გაზრდილი დიამეტრით, დაბალი და მაღალი წნევის ტურბინები, სრული ავტომატიზირებული ციფრული მართვის სისტემა და ვექტორირებადი წევა.
ამის წყალობით Su-35 პირველი რუსული საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც აქვს ინტეგრირებული ფრენის და ძრავის მართვის სისტემა. ძრავები აღჭურვილია ორგანზომილებიანი მოძრავი საკისრებით, რომლებიც გადახრილია 15 გრადუსით ზევით და ქვევით, ხოლო მათი ღერძი 32 გრადუსით დახრილია გვერდულად. ეს დიზაინი ქმნის როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალურ კონტროლის ძალებს საკისრების დიფერენციალური გადახრის მეშვეობით. ძრავების ასიმეტრიული წევა ავტომატურად კონტროლდება თვითმფრინავის fly-by-wire სისტემის მიერ, პილოტის ჩარევის გარეშე. ცვლადის წევის ვექტორის სისტემა საშუალებას აძლევს Su-35-ს შეინარჩუნოს კონტროლირებადი ფრენა ძალიან დაბალ ან თუნდაც ნულოვან სიჩქარეზე, როდესაც აეროდინამიკური კონტროლის მექანიზმები სრულიად უმოქმედო ხდება. 23-მე ცალკეულმა სადაზვერვო ავიაპოლკმა, რომელიც დისლოცირებულია ძემგის აეროდრომზე, კომსომოლსკ-ამურზე, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, თავისი პირველი Su-35-ები 2014 წლის თებერვალში მიიღო, ხოლო პირველი სასწავლო ფრენები ამ ტიპის თვითმფრინავებზე დაიწყო 2014 წლის მარტში. 2015 წლის დეკემბერში ეს პოლკი ოფიციალურად ჩაირიცხა რუსეთის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის სწრაფი რეაგირების დავალებათა შემადგენლობაში. 23-მე ესკადრილია სულ 24 Su-35 გააჩნია. მეორე წინა ხაზის პოლკმა, რომელიც გადაერთო Su-35-ებზე, იყო 22 გვარდიის დანაყოფი, რომელიც დაბანაკებულია ცენტრალნაია უგოლოვაიას აეროდრომზე, ვლადივოსტოკთან, რუსეთის წყნარი ოკეანის სანაპიროზე. მან პირველი თვითმფრინავები მიიღო 2015 წლის სექტემბერში, სულ 12 Su-35, რათა შეევსო მისი 3 ესკადრილიდან ერთ-ერთი. 159 პოლკმა პეტროზავოდსკში, რუსეთის დასავლეთ სამხედრო ოლქში, მიიღო თავისი პირველი 4 Su-35 2016 წლის ნოემბერში, ხოლო 2017 წლისთვის პოლკმა მიიღო სრული კომპლექტი 24 თვითმფრინავი, რომელიც ჩარიცხულია 2 ესკადრილიაში. შემდეგი ნაწილი, რომელმაც Su-35 მიიღო, იყო 790-ე პოლკი ხოტილოვოში, რომელმაც 2019 წელს დაასრულა თავისი ავიაპარკის გადაიარაღება, მიიღო 12 თვითმფრინავი, 1 ესკადრილია. დამატებით რუსკიე ვიტიაზის აერობატიკის გუნდმა მიიღო 4 Su-35 2019 წლის ნოემბერში, ხოლო კიდევ 4 2020 წლის ივლისში. ბოლო ცნობილმა ნაწილმა, რომელმაც Su-35 მიიღო, იყო 116 საბრძოლო ავიაციის საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელიც დისლოცირებულია პრივოლსკის აეროდრომზე ასტრახანთან. მან 2022 წელს მიიღო 7 თვითმფრინავი, ხოლო 2023-24 წლებში ცნობილია, რომ კიდევ რამდენიმე მიიღო. ასევე 23-24 წლებში წარმოებული ახალი თვითმფრინავების ნაწილი გამოიყენებოდა წინა ხაზის ნაწილებში დანაკარგების შესავსებად. 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს გააჩნია 130-ზე მეტი Su-35, საიდანაც მშვიდობისა და ომის დროს დაკარგულად განცხადებულია 9 საფრენი აპარატი. 2016 წლის 30 იანვარს 4 Su-35, რომლების თავდაპირველად 23-მე პოლკს 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გადაეცა, განლაგდნენ ხმეიმის ლატაკიას ავიაბაზაზე, რათა გაეძლიერებინათ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების საბრძოლო ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა ასადის რეჟიმის მხარდაჭერის ოპერაციებში. რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა ვიდეო მასალა, სადაც პირველად იქნა დაფიქსირებული ეს თვითმფრინავები ახალი RVD-MD R-77-1 ტიპის აქტიური რადარით მართვადი რაკეტებით. სირიაში Su-35-ები გამოიყენებოდა არამხოლოდ საჰაერო პატრულირებისთვის, არამედ როგორც ჩვეულებრივი ბომბდამშენები. ისინი ატარებდნენ FAB-250 ტიპის ბომბებს, რომლებიც წარმოადგენს უმართავ თავისუფლად ვარდნად საბრძოლო მასალას. 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული რუსეთის სრულმასშტაბიანის შეჭრის შემდეგ Su-35 იქცა რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარ საჰაერო უპირატესობის მქონე საბრძოლო თვითმფრინავად, რომელსაც დამატებით რადარების დასახშობის შესაძლებლობები გააჩნდა. ყველა Su-35 აღჭურვილმა წინა ხაზის ერთეულმა მიიღო მონაწილეობა ოპერაციაში, სადაც მათ მიერ მოპოვებული საჰაერო გამარჯვებების უმრავლესობა ძირითადად R-77 რაკეტების გამოყენებით უკრაინის საბრძოლო ავიაციის წინააღმდეგ იქნა დაფიქსირებული. 2023 წლის დასაწყისიდან უფრო შორი მანძილის R-37M რაკეტებიც გამოჩნდა შეიარაღებაში. Su-35-მა ომში დაამტკიცა თავისი საჰაერო დომინირების შესაძლებლობები, თუმცა მისი რეალური ეფექტურობა მაინც სადავორჩება ზედმეტად გაზვიადებული პროპაგანდისტული განცხადებების გამო. R-37M-ის დანერგვამ და X-31PD-ის გამოყენებამ ფრონტის ხაზზე მისი მნიშვნელობა კიდევ მეტად გაზარდა, მაგრამ დანაკარგები აჩვენებს, რომ ის არ არის ხელშეუხებელი თანამედროვე ომის პირობებში. Su-35 გამოირჩევა ახალი თაობის საჰაერო და სახმელეთო მართვადი შეიარაღების გამოყენების უნარით.
მის 12 საკითხს შეუძლია 8000 კილოგრამი ტვირთის გადატანა. ის აღჭურვილია გეშა 21, 1 ცალი 30 მმ-იანი ტყვიამფრქვევით, 150 ჭურვის მარაგით, რომელიც ჩაშენებულია თვითმფრინავის მარჯვენა წინა ნაწილში. სუ 35 შეუძლია შემდეგი რაკეტების გამოყენება. R-27 ნახევრად აქტიური რადარით მართვადი რაკეტების რამდენიმე მოდიფიკაცია, R-77 აქტიური რადარით მართვადი რაკეტა, R-73 და R-74 ინფრაწითელი დამიზნების, ასევე R-27M შორი მანძილის აქტიური რადარით მართვადი რაკეტა, რომელსაც შეუძლია 8G მანევრირებადი მიზნების დაზიანება 15000-დან 25000 მეტრამდე სიმაღლეზე. რაც შეეხება ჰაერი ხმელეთის ტიპის შეიარაღებას, Su-35 შეუძლია გამოიყენოს Xa-29, Xa-38, Xa-31, Xa-58, Xa-59 ფთოსანი რაკეტები, ასევე მართვადი ბომბები Kab-500, Kab-1500, Iupab-1500 და სხვა. Su-35 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავს რუსეთის არსენალში, რომელსაც შეუძლია საჰაერო უპირატესობის უზრუნველყოფა, რადარების ჩამხშობი მისიების შესრულება, სახმელეთო ობიექტების დაზიანება და ტაქტიკური ბირთვული დარტყმის განხორციელებაც კი. მისი შესაძლებლობები უკრაინის ომში დადასტურდა, თუმცა ზუსტი ეფექტურობა რჩება სადავო დანაკარგებისა და ზედმეტად გაზვედებული რუსული პროპაგანდის გამო.